გადაცემა ერთი დღე სოფელში აგრძელებს მოგზაურობას ბოლნისში. ჩვენ წინა გადაცემაში გერმანული ტიპის დასახლებაზე კატარინენფელდზე გიამბეთ, რომელიც 1818 წელს შვაბიიდან ჩამოსახლებულმა გერმანელებმა შექმნეს. თუმცა 200 წლის წინ კოლონისტების მიერ დაარსებული სოფელი იმდენ საინტერესო ამბავს და ადგილს ინახავს, რომ ამ ყველაფრის მოსაყოლად ერთი დღე საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარეში მდებარეობს, ხოლო მისი ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ბოლნისია. მას აღმოსავლეთით მარნეულის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით დმანისი, ჩრდილოეთით თეთრი წყარო, სამხრეთით კი სომხეთის რესპუბლიკა ესაზღვრება. ბოლნისის ისტორია მე-19 საუკუნიდან იწყება და ის გერმანელებთან არის დაკავშირებული. მაშინ ამ დასახლებას კატარინენფელდი ერქვა, რომელიც ვიურტემბერგის დედოფალ კატარინას პატივსაცემად მიენიჭა. გერმანელებმა 2 საუკუნის წინ ბოლნისში შექმნეს ევროპული ტიპის სოფელი. განავით არის მევენახეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა, მესაქონლეობა. გაიყვანეს საირიგაციო მიწისქვეშა სანიაღვრე და სარწყავი არხები. გახსნეს ღვინის, კონიაკის და რძის პროდუქტების ქარხნები. ამზადებდნენ ტყავს და ჰქონდათ ავეჯის საამქროები. ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია როგორც ადგილობრივებისგან, ასევე ბოლნისში არსებულ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, რომელიც ქალაქში 2020 წლიდან ფუნქციონირებს. ჩვენ რა თქმა უნდა ვესტუმრეთ მუზეუმს, სადაც ქვემო ქართლის ისტორია ძალიან კარგად არის წარმოჩენილი. შევეცადეთ შეგვექმნა წარმოდგენა იმ მარშრუტზე, რომელიც 200 წლის წინ სამხრეთ გერმანიიდან წამოსულმა კოლონისტებმა საქართველომდე გაიარეს. აქ წარმოდგენილი რუკა და ფოტოები დამთვალიერებლებს შესაძლებლობას აძლევს, რომ უკეთ აღიქვან გერმანელების იმ დროინდელი ცხოვრება. ბოლო დარბაზში, სადაც წარმოდგენილი არის გერმანელების ისტორია, საქართველოში გადმოსახლებული გერმანელების ისტორია, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისში გადმოასახლეს რამდენიმე ეტაპად. ბოლო დარბაზში ვნახავთ და მოვისმენთ გერმანელების გადმოსახლების ისტორიის შესახებ, დავათვალიერებთ სურათებს, თუ რა ცხოვრებით ცხოვრობდნენ ისინი, როგორი არქიტექტურა ჰქონდათ სახლების მშენებლობის დროს, ასევე წარმოდგენილი არის რუკა, რომელიც მათ საკმაოდ მძიმე მოგზაურობას ასახავს სამხრეთ გერმანიის ქალაქ ულმიდან თბილისამდე. დიახ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ წინა გადაცემაში სწორედ ვიმყოფებოდით ულმში და მოვამზადეთ იქ არსებულ სოფელზე გადაცემა და ეხლა სიმბოლურად ჩამოვედით აქ და უკვე ვიღებთ გერმანულ უბანს, ოდესღაც სოფელს, სადაც ცხოვრობდნენ სწორედ ულმიდან გადმოსახლებული გერმანელები, რომლებმაც ააყვავეს მართლაც აქაურობა, შემოიტანეს მათი კულტურა და დღეს უკვე მათი ნივთები აი აქ მუზეუმში ინახება. ესე იგი, ულმიდან დაიწყო მოგზაურობა, ჩგვეინა, ბუდაპეშტი, იზმაილი, ოდესა, როსტოვი და თბილისი იყო მათი ბოლო გაჩერება. 1817 წელს წამოვიდა პირველი ჯგუფი, მდინარე დუნაის გამოვიყვნენ პატარა გემებით, თუმცა კავკასიანი უკვე ურმებით გადმოიარეს და მოგზაურობა საკმაოდ რთული იყო, ასობით გერმანელი დაიღუპა მოგზაურობის დროს, თუმცა 1817 წელსვე ჩამოვიდა პირველი ჯგუფი თბილისის მახლობლად და უკვე ამას 1817-დან 19 წლამდე კიდევ 6 საკმაოდ დიდი ჯგუფი მოყვა, რომლებმაც უკვე შექმნეს პატარ-პატარა დასახლებები, პატარ-პატარა სოფლები და ამ სოფლებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყო კატარინენფელდი, დღევანდელი ბოლნისი. რუკაზე წარმოდგენილი არის ეს ქუჩები და სურათები გვაჩვენებს მათ ცხოვრებას, თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე. და ბოლოს სანამ დაგემშვიდობებით, გვაინტერესებს გერმანელები თუ გსტუმრობენ მუზეუმში, თუ აინტერესებთ მათი წინაპრის ისტორია, თუნდაც ის კვალი, რომელიც გამოიარეს და საიდან მოდიან ხოლმე და საკმაოდ ხშირად ყავს
გერმანელი სტუმრები, ასევე მათი შთამომავლები, ვინც აქ ცხოვრობდნენ. დაახლოებით 1 წლის წინ იყო ერთი სტუმარი, ახალგაზრდა კაცი, რომლის ბებია აქ დაბადებული, ჯერ კიდევ ცოცხალი არის. 5 წლის იყო, რომ გადაასახლესო ყაზახეთში. 80-იან წლებში ძალიან ბევრი ყაზახეთიდან ისევ გერმანიაში დაბრუნდა, თუმცა ყაზახეთიდანაც კი გსტუმრობენ აქაური გერმანელების შთამომავლები, აქვთ ფოტოსურათები, ისტორიები, იციან მათი წინაპრების ქუჩის სახელები და ნომრები და ეძებენ ხოლმე სახლებს და საკმაოდ ესეთი ემოციური არის მათთვის ამ ისტორიების თავიდან მოსმენა, ნახვა ამ სახლების, თავიანთი წინაპრების სახლების და საკმაოდ ხშირია ეს შემთხვევა. თითქმის თვე არ გადის, ასე ვთქვათ, რომ არ ყავდეს სტუმარი ან გერმანიიდან, ან ყაზახეთიდან, აქაური გერმანელების შთამომავლები. რა კარგია, რომ არსებობს ბოლნისის მუზეუმი, სადაც შეუძლიათ მოვიდნენ, იმოგზაურონ, ასე ვთქვათ, ისტორიაში და რაც მთავარია, გერმანელებსაც შეუძლიათ, რომ დაათვალიერონ აქაურობა და გამოიარონ ის კვალი, ასე ვთქვათ, ვირტუალურად, რომელიც მათმა წინაპარმა ზუსტად 2 საუკუნის წინ გაიარა. მუზეუმიდან ისევ საინტერესო და ნიჭიერი ადამიანების გასაცნობად გავეშურეთ. ერთ-ერთი სწორედ ბატონი ლევანია. მოვედით ლევან ქუქჩიშვილის მარანთან, რომელიც მეღვინეობასთან ერთად პროფესიონალი მუსიკოსია, ის ასევე წერს ლექსებს და მოკლედ ყოველმხრივ ნიჭიერი ადამიანია. მოდით ერთად შევხვდეთ ბატონ ლევანს და გავიცნოთ მისი შემოქმედება. ბატონო ლევან, გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? გძანდით, მოგესალმებით. აჭარის ტელევიზიას, აჭარლებს, ჩვენს სასიქადულო მამულიშვილებს. გაიხარეთ, ჩამოვედით აჭარიდან და გვაინტერესებს თქვენი მარანი, თქვენი ლექსები და მოკლედ ყველაფერი თქვენს შესახებ. სიამოვნებით გიმასპინძლებთ, მოგძანდით. წავედით. გთხოვთ. ეს გახლავთ ჩემი მარანი, გერმანული მარანი, გერმანელების დროინდელი. 1818 წლიდან დასახლდნენ გერმანელები, გერმანიიდან, შვაბიიდან, მხარე, გერმანიაში, სამხრეთ გერმანიიდან წამოგზავნდნენ და შემდეგ უკვე გერმანელების შემდეგ ჩემი მამა, პაპა აგრძელებს აქ ცხოვრებას, მოგეხსენებათ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოგზავნდნენ, ესეთი გეგმიური ჩამოსვლა იყო მოსახლეობის გერმანელების გასახლების შემდგომ პერიოდი უკვე და იმის მერე უკვე ცხოვრობს ჩემი ოჯახი ამ სახლში. ადრე ცხოვრობდნენ მაიერები გვარად გერმანელები, დღეს ჩემი გვარი ქუქჩიშვილი ლევანი გახლავართ, ჩვენ ცხოვრობთ და საიდან ჩამოვიდა თქვენი ოჯახი? მესხეთიდან. სოფელი ხიზაბავრა. აი ეს მარანი ხა ხელი არ არის დადებული, უბრალოდ ესე ცოტა აი ფოტო მასალა და ესეთი რაღაცა დანარჩენი არის. პირვანდელი სახე აქვს, შენარჩუნებული სახე აქვს, მათია შენარჩუნებული, ყველაფერს რასაც უყურებთ, მათი ნაკონი არის მაგი და ეს ჭაღი, აი ღორებს როდესაც კრავდნენ და მას დასამუშავებელი ესე თქვა, სხვადასხვა ხელსაწყოები, ქიარაღები, სალა, ესე თქვი, მათი წესით დამზადებული, გერმანული წესით, ჩვენ ღვინოსაც ასე ევროპული წესით, მათ ისეთი წესით ამზადებთ, როგორც გერმანელები ამზადებდნენ და ის ტრადიცია გრძელდება მოკლედ. რამდენი სახეობის ღვინო გაქვს? 2 სახეობის ღვინო მაქვს და ჭაჭას ვამზადებთ. აი, აქ არის წარმოდგენილი და ბოლნისის სახელის ქვეშ. ეს არის რქაწითელი ღვინო 2020-ის და საფერავი 2022-ის, ორივე ბოლნისის ადგილწარმოშობის, აქვე მოყვანილი ყურძნის ჯიშებისგან არის დამზადებული და არაყი, რომელიც მუხის კასრში იყო დაძველებული, დაوارგებული და
აი ეს ფერი მუხის კაცშია მიღებული და ეს კი საფერავის ექსტრაქტი, ესეთი საფერავის ერთგვარი შეიძლება თქვას იმპროვიზაცია არის. როგორც ვიცი, ხართ მუსიკოსი ასევე, ასწავლით ბავშვებს მუსიკას და ლექსებსაც წერთ. ჩემი პროფესია კომპოზიცია. კომპოზიტორი. კომპოზიტორი ვარ და ლექსების წერა პანდემიის მერე დავიწყე და რა ვიცი გამომდის და აბა ერთი ლექსიც რო გითხრა სადღე გძელოთ და ეს არის. მე გვინავს კი ბატონო სიამოვნებით. თან ესე იგი 2022 წლის საფერავი უნდა დავლიოთ. თან თქვათ თქვენი კუთხის სადღე გძელო? დავლოცავ ბოლნის, ქვემო ქართლს, სრულიად საქართველოს მშვიდობა, სიხარული ყოფილიყოს და ჩვენ ყველა აჭარის ხშირი სტუმრები ვართ და ძალიან გვიყვარს აჭარა და მოდით აი ბოლნის, ქვემო ქართლს, აჭარას გავუმარჯოს და სრულიად საქართველოს. გაერთიანებული, გამთლელებული და ხინით სავსეს მენახოს თითოეული ოჯახი და სრულიად საქართველო. დავლოცოს უფალმა ჩვენი ქვეყანა, თქვენი კუთხე, ჩვენი კუთხე და ყველა ერთად ვიყოთ ძალიან კარგად. დავლოცო. ამონარიც დაგიკითხავთ ჩემი ლექსიდან, რომელიც ბოლნის მიუძღვენი ჩემს საყვარელ ქალაქს. ხამის ბოლნისლი შეგიმოსია ქუჩის ნათებას ხივებად კეტრფის. თურმე აქცინავთ გადაღლილ ღრუბლებს აღმართულ მთებში ნისლად გაწოლილ ქვათლილ მარნებში 500 ბოლნელზე სადღე გრძელოებს სიმღერა ერწყმის ორბელიანის ნატერფალ ქუჩებს ცვარი ალერსით მიჯნურად ერთვის აქეთ ყორანთა იქიდელია გადახურებენ ძველ სიმაგრეებს თურმე აქ წერდნენ პირველად სტრიქონს ქვაში ნატიფი ასომთავრულით ძველად აქ კვეთდნენ მეომარ ლომებს ფაფარღრიალა ბოლნურ ღირსებით ხამის ბოლნისლი შეგიმოსია ქუჩის ნათებას ხივებად კეტრფის ვიღაც შიანთებს დაჩორკნილ ღუმელს ვიღაც ლოცულობს ელიას მთაზე ზოგიც ქვევრისას საფერავს ეგმის ვიღაც მარტოა ღრუბლებთან ერთად ხამის ბოლნისლი შეგიმოსია ქუჩის ნათებას ხივებად კეტრფის მადლობა უგემრიელი სიღვინისთვის და შესანიშნავი ლექსისთვის გაიხარეთ დიდი მადლობა ბოლნისის გერმანულ უბანში კატარინენფელდში ეკლესიის სახანძრო შენობის და წისქვილის გარდა დღემდე შემორჩა სხვადასხვა პერიოდის საუკეთესო გერმანული სახლები, რომელთაგან 12-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული და ეს პროცესი კიდევ გრძელდება. გერმანელების ყაზახეთში გადასახლების შემდეგ მათ აშენებულ სახლებში საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან გეგმიურად ჩამოასახლა მოსახლეობა. დღეს ქართველი მეპატრონეები ცდილობენ სახლებს პირვანდელი სახე არ დაუკარგონ და ისინი ბოლნისში ტურისტების მოსაზიდად გამოიყენონ. გოთური და ქართული არქიტექტურის ნაზავის მქონე უნიკალური სახლების დათვალიერება თითქოს დროში გამოგზაურებთ. ბოლნისის გერმანული უბნის საცხოვრებელი სახლების სარდაფებს ისევ მარნების ფუნქცია აქვს, სადაც დღემდე ინახება უძველესი კასრები და მეღვინეობისთვის საჭირო ყველა ინვენტარი. ეს სახლი ეკუთვნის ერთ-ერთ ადგილობრივ მეღვინეს, რომლის მარანი რამდენიმე სართულისგან შედგება და ეს ყველაფერი მერწმუნეთ მართლაც შთამბეჭდავის სანახავია. დანარჩენს თვითონ სახლის მეპატრონე გვიამბობს, ასე რომ გამომყევით. ბატონო გურამ. ჩვენ კიდე შევხვდით ერთმანეთს. ისევ მოვედით თქვენთან, ვერ წავიდოდით აქედან, რომ არ გვენახა თქვენი ძალიან სასიამოვნო. ეს ავთენტური და ძალიან საინტერესო ღვინის მარანი. როგორც გავარკვიეთ, ეს შენობა ეკუთვნოდა Ernst Fisch, ესეთი პიროვნება იყო, რომლის ოჯახიც მეღვინეობას ეწეოდა. აქ ძირითადად კატარინენფელდში 95% საქმოსანი ხალხის იყო მეღვინეები და ღვინის ირგვლივ რა ინფრასტრუქტურა შეიქმნა, კასრების მკეთებლები, ურიკების მკეთებლები, ძაბრების მკეთებლები, ურმების ხელოსნები, ხო, ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა და ერთმანეთისთვის საკეთებდა
რაც ჭირდებოდათ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, იყვნენ ექიმებიც, რა თქმა უნდა, იყვნენ პედაგოგებიც, მონადირეებიც, მუსიკოსებიც და ასე შემდეგ. და ეხლა შენარჩუნებულია, რასაც ვნახავთ ჩვენ ესეთ ხვახვერკის სტილის სარდაფებს, ღვინის შესანახ სარდაფებს, 400 ესეთი სახლია შენარჩუნების, სადაც ეხლა აქ მაცხოვრებელი ქართული მოსახლეობა აგრძელებს მეღვინეობას და შეგვიძლია ესე ვთქვათ, რომ 400 ბოლნისელი კატერინენფელდელი მეღვინე არსებობს, რომელიც თავის ოჯახში ამზადებს ღვინოს ესეთ მარლებში, რომელსაც ახლა ჩვენ ვნახავთ. სიამოვნებით, მე მინდა მაყურებელს ვუთხრა, რომ თითქოს აქ შემოდიხარ და თითქოს გონია, რომ ხარ სახლში პირველ სართულზე და აქ არაფერი არ ხდება. მაგრამ სინამდვილეში ვართ ახლა ჩვენ მესამე სართულზე. სინამდვილეში მესამე სართულზე ვართ და ჩვენს ქვემოთ არის კიდევ 2 სართული. ხო, ეს პირველ სართულზე შემოდიხარ, მესამე სართულში შემოდიხარ პირდაპირ ქუჩის პირიდან და ეხლა მივდივართ ლელა ქვევით. წავედით აბა. თან შეგცივდება. ძალიან საინტერესო და ცივ ადგილას მივდივართ. ესაც მეორე სართული. ვაუ, აქ უკვე ცივა. ესე იგი, ჩვენ ჩამოვედით პირველ სართულზე. აქ ხდებოდა ყველაფერი თუ ხდებოდა? აქ შეიქმნა მთელი ისტორია 200 წლიანი, რომელიცაც ჩვენ ახლა ვაგრძელებთ ესე ამ ფახვერკის სტილის სარდაფში. სადაც ტემპერატურა არის არაუმეტეს 16 გრადუსისა, როდესაც გარეთ არის ხანგრძლივად, ანუ ერთი თვე რო იყოს მაგალითად 38 გრადუსი, 40 გრადუსი ყოფილა ზაფხულები, აქ არის 16, არაუმეტეს 16 გრადუსისა და სტაბილურად არის წლის განმავლობაში 14 გრადუსი, რომელიც ძალიან ესეთი უნიკალურ საშუალებას იძლევა, რომ ღვინოები შევინახოთ. აქ იყო კასრები, აი როგორც ახლა ეს კასრია, ესეთი იყო ძალიან ბევრი, აქ წარმოების მოცულობა არის დაახლოებით 20,000 ლიტრის. ჩვენ ორი შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენ ბოლნისელ ენთუზიასტ მეღვინეებს, რომ ჩვენი ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით გავაგრძელოთ მეღვინეობა და ქვევში ვაწარმოებთ ღვინოები, ასეც ვაკეთებთ, ქვევშიც ვაწარმოებთ ღვინოებს და ის კულტურული მემკვიდრეობა გავაგრძელოთ, რომელი ტექნოლოგიითაც მაშინ გერმანელები ქართულ ტექნოლოგიასთან შეხამებით ვაწარმოებდით ქარვისფერ ღვინოს. ეხლა ეს ქარვისფერი ღვინო, რომელსაც თქვენ უყურებთ, ყველა ფიქრობს ვარი ქვევრის, მაგრამ ქარვისფერ ღვინოს ამზადებდნენ მაშინდელი გერმანელები ზუსტად აი ამ ტექნოლოგიების შერწყმით, როდესაც ჭაჭაკლერძზე ღვინოს აყოვნებდნენ, ფერმენტაცია ხდებოდა მუხის ჩანებში 4 კვირა. და ეს 4 კვირა სულად საკმარისი იყო, რომ ქარვისფერი შეფერილიყო ღვინო, ქვევრის არ არის, ქარვისფერი არის და არის ამავე დროს ევროპული ქარვისფერი ღვინო. აი ესეთი მე როცა მოვდიოდი ბრენდი შეიქმნა. თქვენთან წავიკითხე, რომ აი გერმანელებმა ადგილობრივი მოსახლეობისგან ყველაფერი გაიზიარესო, თუმცა არ გაიზიარეს ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდიო, იმიტომ რომ ასე იყო ზუსტად და ამაში მუხის კასრი იყო მათთვის უპირატესი. ხო, თვითონ შეჩოულები იყვნენ თავიანთ ტექნოლოგიას, მაგრამ ვერაფრით ვერ აცდნენ ქართული ტექნოლოგიის ამ მნიშვნელოვან ელემენტს, როცა ჭაჭაკლერდი და ღვინო ერთად არის. რაღაც პერიოდის მანძილზე. ჩვენ ამას ვაყოვნებთ ქვევში 3 თვე და მეტი. და შემდეგ უკვე და მე იღებს ეს შეფერილობას და ღვინო ესეთი ძლიერი და მრავალფეროვანი იმიტოა ჩვენი ქართული ღვინო, მაგრამ გერმანელები მაგალითად ვერ აცდნენ აი ამ ტექნოლოგიას, მაგრამ არ გააგრძელეს 3 თვე, 6 თვე და 9 თვე და ყოვნება გააგრძელეს მხოლოდ 4 კვირა. და ამაშია უნიკალურობა. აქ სახლებს სქელი კედლები, მაღალი სხვენები, სარდაფები და მარნები აქვთ. ბატონი გური 2 საუკუნის წინ ნაშენებს სახლში ძმასთან ერთად ოჯახურ ბიზნესს ეწევა და 9 დასახელების ღვინოს და ლიქიორს აწარმოებს. მათი ბრენდის ღვინო როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც ძალიან მოსწონთ. მოდი დავიწყოთ იმით, რომ ძმების მარანი რატომ? იმიტომ რომ მე და ჩემმა ძმამ გიორგიმ ეს პირველი მოსავალი დავწურეთ 2015 წელს და წელს უკვე 10 წლის ვართ, საიუბილეო წელია ჩვენი და
ვეცდებით რომ ეს საიუბილეო პროდუქტიც გამოუშვათ და აუცილებლად დააგემოვნებთ თქვენ რა თქმა უნდა. ჩემი დიდი პაპას დიმიტრის უკვე დაწყებული ქონა 1900 წლი და როცა გერმანელები აქ შემოვიდნენ, უკვე კასრში ქონდა და მათი ტექნოლოგიით ვამზადებდით ჩვენ ოჯახში ღვინოს, აი იმის მერე 2015 წლამდე და დღესაც. ესე იგი 1900 წლიდან დღემდე კი გავიდა 125 წელი, აი 125 წელი ჩვენი ოჯახი ამზადებს ღვინოს გერმანული, შვაბური, კატერინენფელდის ბონისური ტექნოლოგიით. რაც შეეხება ლიქიორს. ლიქიორი არის ძალიან საინტერესო ისტორიის, მას ქვია მარგალიტა, ბებიას სახელი. ეს ლიქიორი მემკვიდრეობით გვერგო ჩვენ. ჩემმა ბიძამ თემურიმ თავის თანამოაზრეებთან ერთად თავისი დედის საპატივცემულოდ, ანუ დედამისის მარგალიტა საპატივსაცემად დაარქვა ამ ლიქიორს მარგალიტა, რომელიც დამზადებული არაჩვეულებრივ მცენარეზე, ეს მცენარე არის წყავი. დასავლეთში ხარობს ეს მცენარე, მისი ტექნოლოგია ლუიზა კვარაცხელია და ამ იდეის ერთ-ერთი ავტორი არის ასევე ვახტანგ ლაღიძე და ეს ლიქიორი დაამზადეს 1987 წელს. და ისე მოხდა რომ ეს ლიქიორი მე მოხდა მემკვიდრეობით და ეხლა ვაგრძელებ მის დავარგებას მე მხოლოდ და პოპულარიზაციას და მინდა რომ ბოთლებში ჩამოვასხათ ჩემ შვილსაც მარგალიტა დავარქვი და გავაგრძელოთ მინდა ეს ბრენდი ესეთი მიმართულებით და ძალიან საინტერესო გამოდგა აი ამ დაძველების ლიქიორი. რით არის გამორჩეული თქვენი ლიქიორი? პირველი იმით რომ ეს არის წყავზე დავარგებული და დაყენებული ლიქიორი, ხორბლის სპირტია გამოყენებული და კიდე ერთი რაღაცა რომელსაც ვერ ვამბობთ ვერავინ, მოდი საიდუმლოდ შევინახოთ, მას აქვს ძალიან სასიამოვნო არომატი ნუშის, ვანილის, შოკოლადის უკვე როცა კასრშია, აი ამ კასრშია ეხლა ჩვენი ლიქიორი. გონი მეტი თავდაჯერებულობისთვის რომ დავაგემოვნოთ უკეთესია. რა თქმა უნდა, ეხლავე მოვიტან შესაბამის ჭურჭელს. კარგი. ეს არის წყავის ლიქიორი. წყავის ლიქიორი. 38 წლის გახდა წელს. წყავის ლიქიორი 38 წლის ისტორიით. მარგალიტა. მარგალიტა. გაუმარჯოს მარგალიტას. გაუმარჯოს ნამდვილად. აი ხა გავსინჯოთ. ეს უნდა დალიოთ. ეს უნდა დალიოთ. ეს ამას ვერ აგიხსნით როგორია. უნდა ჩამოხვიდეთ ბოლნისში, კატერინენფელდში და მიირთვათ ეს უგემრიელესი კონიაკი. სხვა ვერაფერს დავამატებ. კატერინენფელდთან ახლოს ბოლნისის ცენტრში არსებობს გერმანული ლუდსახარში, სადაც ევროპული სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს ლუდის ჩამოსხმა. აქ როგორც ადგილობრივები, ასევე ბოლნისის სტუმრებიც ხშირად მოდიან და მიირთმევენ უგემრიელეს ლუდს, თუმცა უფრო მეც, რა თქმა უნდა, გვიამბობს ლუდსახარშის მეპატრონე, რომელსაც მე ახლა პირადად გავიცნობ, ასე რომ გამომყევი. ბატონო ბადრი, გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? მადლობა. როგორ ბრძანდებით? გაიხარეთ, ჩამოგაკითხეთ აჭარიდან და გვაინტერესებს თქვენი ლუდსახარშის ისტორია. მე როგორც ვიცი, რამდენიმე წელი არსებობს უკვე ეს ბოლნისში და მიმდინარეობს, ესე ვთქვათ, აქ ლუდის ჩამოსხმა ყველა იმ ევროპული სტანდარტის დაცვით, რასაც ადრე გერმანელები იცავდნენ და ახლაც აგრძელებენ. ბატონო, პირველი ქარხანა გავაკეთეთ 97 წელში და 2019-მდე იმ ძველ ქარხნით მუშაობდით და შემდეგ უკვე ახალი თანამედროვე ტექნოლოგიით შევცვალეთ ის ძველი ქარხანა. და რამდენი სახეობის ლუდს ჩამოასხამთ? 3 სახეობის ლუდი გვაქვს. ლაგერი თეთრი ლუდი არის, შავი შვარცია და პიზნერია წითელი ლუდი. ეხლა ხარშვის პროცესები გვაქვს სეზონისთვის გამზადებით.
მოთხოვნა როგორია და რომელს უფრო მიირთმევს? უფრო ლაგერს თეთრი ლუდი რომელიც არის იმას უფრო ეტანება ხალხი და ისინი ეს დანარჩენები უფრო გასასინჯად უფრო უნდათ ხოლმე რა. წყალი საუკეთესო ჩვენთან რაიონში ზუსტად მორგებულია ამ გაზიანი სასმელების დასამზადებლად, მასალაც კიდე გერმანული. გერმანიიდან კი, რა თქმა უნდა, იქ სვია არის, დროჟი არის, ქერი, ალაო. გერმანულია და შემოტანები არიან და ყვაწლიან ჩვენ. ძირითადი მომხმარებელი თქვენი ადგილობრივია და თუ ყოლიათ გერმანელი სტუმარი, ვისაც გაუსინჯავს თქვენი ლუდი და ძალიან მოსწონებია. ტურისტის ძალიან ბევრია გერმანელები, რა ვიცი, ყველა იმის ისინი. რას ამბობენ? საუკეთესო არის. ძალიან მიხარია რომ ზედ ბუთო იძახია. მსგავსი შეძახილები ისმის აქ. დაგემშვიდობებით წარმატებას და კარგ სეზონს გისურვებთ. ეხლა შემოგთავაზეთ გასასინჯად ლუდს. სიამოვნებით. აი ეს არის უკვე დამჯდარი, გაუფილტრავი ლუდი. კაფუ, რომელიც გამოირჩევა თავისი გემოებით, თავისი ხასიათით. გაგიმარჯვეთ. გაგონილს მირთმეულის ჯობსო და გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს ნამდვილად. კარგი ფეხის დაურჩენილიყავით. სიცოცხლე გაიხარეთ და გავაჟამბია. ლუდის სახლში მართლაც ვიგრძენით ნამდვილი ლუდის გემო, მაგრამ გსურდა დასალევებთან ერთად გერმანული კერძებიც მოგვემზადებინა. საბედნიეროდ დროისვლის მიუხედავად კატარინენფელდში მცხოვრებმა დიასახლისებმა დღემდე შემოინახეს გერმანული კერძების და ტკბილეულის რეცეპტები. ვიმყოფებით ბოლნისში, ერთ-ერთ ძალიან ლამაზ და გამორჩეულ უბანში, გერმანულ უბანში, კატერინენფელდში, სადაც უნდა მომამზადოთ ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული გერმანული კერძი, რომლის მომზადებაში დღეს ჩვენ მარიამს დავეხმარებით, რომელიც წინაპრების მიერ შემონახულ რეცეპტს საგულდაგულოდ ინახავს და აქ მოსულ სტუმრებს ხშირად უმასპინძლდება ამ გემრიელი კერძით, რომელსაც ქვია ფინტი ნუდლა. აი ამ კერძს მოვამზადებთ. აბა გითხარი მარიამ, რატომ ქვია ფინტი ნუდლა ამ კერძს და რა ინგრედიენტებისგან შედგება? ორი ძირითადი ინგრედიენტისგან შედგება, ეს არის ცომი, კლასიკური ჩვეულებრივი კვერცხით, ზეთით და წყლით იზილება და საქონლის ფარშირებული ხორცისაგან, რომელიც შესუნელებულია აი ამ სუნელებით, რაც აქ არის წარმოდგენილი. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც განსაკუთრებულ არომატს აძლევს ამ კერძს, ეს არის მუსკატის კაკალი, რომელიც ფარშირებულ ხორცში უკეთდება, ეს არის ქონდარი კიდევ, უფრო ისეთი მძაფრი არომატები, წიწაკა უკეთდება, ნიორი უკეთდება, ნუ მერე სერვირებისთვის დაგჭირდება ხახვის ჩიფსი აუცილებლად და კარაქი. ეს არის და ეს. მოდი აბა დავიწყოთ. როგორ იწყება მომზადება, სომინდა გავამტყელოთ. ჩვენ რახან ცოტა დრო გვაქვს, შესაბამისად მარიამმა მოგვიმზადა ცომი და შეეცადა რომ ფარშიც ყოფილიყო მზამდგომარეობაში. რომ საკმაოდ დიდი დრო ჭირდება ამ ფარშის მომზადებას, იმიტომ რომ ეს ხორცი თან იბრაწება ტაფაზე და ცოტა უფრო ხანგრძლივი დრო ჭირდება. მეუღლის ბებიები იყვნენ გერმანელები, შვაბი გერმანელები, რომლებაც შემოგვინახეს ეს კერძი. და ნუ ტრადიცია უწყვეტია, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ ტრადიციას და ვამზადებთ. ყველა სტუმარს თითქმის ვხვდებით ამ კერძით და აქ ქართულ-გერმანულ ღვინის სახლშიც ჩვენს მენიუში არის ფინტი ნუდლა. თქვენ ვინ გასწავლათ ამ კერძს? მე მასწავლა ჩემმა დედამთილმა. და ოჯახურ ტრადიციას აგრძელებთ ესე. ჩემს დედამთილს რა თქმა უნდა მისმა დედამთილმა და ასე ადამიანს. კიდევ რა კერძების მომზადება მოგწონს გერმანულ სკოლის ხმობ რა თქმა უნდა. გერმანულ ტკბილეულსაც ვაცხობთ, ანუ ქადები არის ანუ ნიგვზის გამზადდება და მოშიშული ფქვილისგან არის უგემრიელესი.
ესე იგი, ფინტინუდლას თავისებურება არის ის, რომ მას კი არა წვავთ, არამედ ვხარშავთ. და მე მომზადებული მაქვს соуსი, რომელიც ნაღებისგან მზადდება, ერევა ნიორი კამა, ცოტა მუსკატის კაკალი და კარაქთან ერთად მიირთმევთ ამას, კარაქთან და соуსთან ერთად. აბა დავიწყეთ, წავედით, მოვხარშოთ. კაცია მინდა რომ დააგემოვნა და სიამოვნებით შენის მიერ მომზადებული ფინტინუდლა დარწმუნებული ვარ ძალიან გემრიელი იქნება. აბა გავსინჯოთ. როგორი გემრიელი და არომატულია მართლაც. ნამდვილად არ გავს ქართულ გემოებს, მაგრამ ძალიან გემრიელია. ასე გამოიყურება ჩვენს მიერ მომზადებული გერმანული კერძი ფინტინუდლა, რომელიც მარიამმა მოგვიმზადა არაჩვეულებრივმა დიასახლისმა. თუ თქვენ მოხვდებით ბოლნისში, აუცილებლად უნდა შემოიაროთ ამ გერმანულ დასახლებაში, სადაც ძალიან გემრიელად გაგიმასპინძლდებიან. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი სიონის 70 წელია არსებობს. შესაბამისად, ანსამბლში სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები მღერიან. ისინი ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციას ეწევიან. მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? მადლობთ, თქვენ როგორ? გაიხარეთ. ვესტუმრეთ თქვენს ულამაზეს კუთხეს, დავათვალიერეთ, ვეზიარეთ გერმანულ ქართულ კულტურას და რა თქმა უნდა ვასრულებთ ქართული ტრადიციული სიმღერით, რომელსაც გვჯერა თქვენ ძალიან კარგად შეგვისრულებთ. თუმცა სანამ სიმღერას დავიწყებთ, გითხარით, საკმაოდ დიდი ისტორია აქვს თქვენს ანსამბლს, 70 წელია არსებობსო. აბა გითხარით, როგორ დაარსდა ანსამბლი და როგორ არჩევთ ხოლმე ანსამბლის წევრებს, იმიტომ რომ ხედავ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები მღერი ხართ. ომიდან 50-იან წლებამდე დიდი ანსამბლები იყო საქართველოში. ასობით კაცი იდგა სცენაზე. 47, 18, 16 აი ამ წლებში ეს ანსამბლები მასიურად დაიშალა. ამას ბიძგი მისცა ლანჩხუთში ჩამოყალიბებულმა ანსამბლმა 7 კაცა. ჩვენც ავყევით რომ იტყვიან ამ მიმდინარეობას და ჩამოვაყალიბეთ ანსამბლი 7 კაცა. ეს იყო 57-18 ეს წლები. დიდი როლი ითამაშა ამაში ცნობილმა კომპოზიტორმა, დირიჟორმა და შემსრულებელმა ჯანსუღ კახიძემ, რომელმაც ჩვენამდე ჩამოაყალიბა თბილისში 7 კაცა ანსამბლი და ჩვენც მოგცა იდეა ვინაიდან ის ჩვენთან მეგობრობდა და ესე დაიწყეთ ყველაფერი. ჩამოყალიბდა ასე ეს ანსამბლი. ეხლა იმ ძველი შემადგენლობიდან ჩემს გარდა აღარავინ არ არის სამწუხაროდ დარჩენილი. მეორე, მესამე თაობის წარმომადგენლები ზოგიერთი და დანარჩენი ახალგაზრდები ავიყვანეთ, რომ ანსამბლი უკვდავი იყოს. სახელწოდება სიონი. სიონი, დიახ, ეს სახელწოდება ცოტა გვიან დაერქვა. იმ პერიოდში სიონის დარქმევა ნამდვილად ძნელი, რთული ამბავი იყო. ეს კომუნისტების პერიოდში. რა თქმა უნდა, ლაპარაკია დაახლოებით 65 წელზე. ახლა რა შეგვისრულებთ, რა მოგვიმზადეთ? შევასრულებთ ხალხურ სიმღერას ნამგლური. ნამგლური, დიახ. სოლისტი კოტე ომიაძე. სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს მიერ შესრულებულ სიმღერას და დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელიც ელოდება ახლა თქვენს ნამღერს.
გავედით ჰარალი და არ ხალალო ჰარალი და გენათვალე ანა ოქროს ზურმუხტო ლეხის დიდება ვყანაო იკურთხოს იმის მარჯვენამ მითქთესა მოგიყვანაო ჰარალი და არ ხალალო ასეთი იყო ჩვენი მოგზაურობა ბოლნისში, გერმანულ უბან კატარინენფელდში, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი ვნახეთ. გავიცანით არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც მათი კუთხის ტრადიციას ინარჩუნებენ და ცდილობენ გერმანულ-ქართული ისტორია მომავალ თაობებს შემოუნახონ. მოკლედ, ბოლნისი თბილისიდან 64 კილომეტრით არის დაშორებული და აქ აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ. Thank you.